საღამოშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, დღეს ხუთშაბათი 6:09 და ტრადიციულად პირდაპირ ეთერშია გადაცემა კრიტიკული აზრი და მე ამ გადაცემის წამყვანი გიორგი ლომია ვიქნები თქვენთან ერთად 50 წუთის განმავლობაში. თქვენ როგორც ყოველთვის შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში, გამოთქვათ თქვენი აზრები არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, გინდა საშინაო, გინდა საგარეო, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ან წამოწიოთ ნებისმიერი თქვენთვის უფრო აქტუალური და საინტერესო თემა, ვიდრე თქვათ ის, რომელსაც მე შემოგთავაზებთ. თქვენ სრული უფლება გაქვთ შემოხვიდეთ ნებისმიერი თემით. ჩვენი ტელეფონის ნომერი არის 557 88 55 88. დაგვირეკეთ თქვენი აზრი ჩვენთვის ყოველთვის ძალიან უმნიშვნელოვანია. მე კი უნდა აღვნიშნო, რომ გუშინდელი დღე იყო რაღაც ძალიან სასწაულად ნეგატიური. ალბათ ყველამ ნახეთ, ხო? ნიუსებში ვერაზე სროლის ფაქტი, აჭარის რეგიონში სროლის ფაქტი, იქ კომიკოსი ბიჭის ცემა და ასე შემდეგ. ანუ გუშინდელი 4 შაბათი იყო რაღაც ძალიან ნეგატიური. თანაც ვიცით, რომ ვერაზე სროლამ იმსხვერპლა ერთი ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე. 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა იმ კონფლიქტს, რომელიც როგორც ჩვენ შეგვატყობინეს, ფაქტიურად ცარიელ ადგილზე წარმოიშვა. იცით რა არის გაუგებარი, უბრალოდ ხალხი იარაღით ქალაქში ასე ადვილად გადაადგილდება, ნამდვილად არა, ვერ ვიტყვი, რომ ყველა იარაღით დადის ქალაქში. სავარაუდოდ ალბათ სახლში უდევთ, მაგრამ ამასაც რო თავი დავანებოთ, ასე ადვილად იარაღის გამოყენება, ეს არის ცოტა არ იყოს და გასაკვირი. ადამიანის სიცოცხლე ესე ადვილად გაიმეტო, არ ვიცი ახლა, ჩემთვის ეს ცოტა არ იყოს და საერთოდ მიუღებელია და გაუგებარია თუ როგორ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მესმის აფექტის მდგომარეობა, მესმის რაღაც ჩხუბის დროს ამოღებული იარაღი და გაუთვლელად სროლა და ამის შედეგად თქვათ მსხვერპლი. ეს ყველაფერი შეიძლება აიხსნას, მაგრამ როდესაც ეს სწორ ადგილას უბრალოდ იმიტომ რომ შენს არ ვიცი ახლა სიამაყეს შეეხნენ თუ რა შეიძლება ამას დავარქვათ, უბრალოდ ამოიღო იარაღი და ჩაცხრილო 4 ახალგაზრდა მანქანაში. მე არ მგონია, რომ ამას რამე ახსნა კონდეს. გარდა იმისა, რომ ადამიანს შეიძლება ფსიქიკური რაღაც დარღვევები აქვს და ამის შედეგად უკვე ის ვეღარც საზღვრავს, რას აკეთებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გუშინდელი დღე იყო ძალიან ნეგატიური. მაგრამ მე მინდა გავამახვილო ყურადღება ცოტა სხვა თემაზე. მე Facebook-ში ბოლო პერიოდში ვკითხულობ სხვადასხვა კომენტარებს, კონკრეტულად ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების შესახებ. და ვკითხულობ ამას არა ქართველების მიერ დაწერილ კომენტარებს, არამედ ტურისტების მიერ დაწერილ კომენტარებს, რაც სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა არ იყოს და მე მგონი გამაღაზიანებელია ყველასთვის. ანუ არა მხოლოდ მე მაღიზიანებს, არამედ მე მგონი ვინც კითხულობს, ქართველებს გულისხმობს, ყველას აღიზიანებს. აღიზიანებს ის, როდესაც ტურისტი ჩამოდის ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში და ცდილობს, რომ მოძებნოს ყველაფერი ის ცუდი, რის ცუდიც და როგორი ცუდიც შეიძლება მოიძებნოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ეხლა მე თუ აქ მაგალითად ჭიქა არ მომწონს, სხვა ქვეყანაში ვიღაცას თებში არ მოეწონება, კიდე სხვა ქვეყანაში ვიღაცას კოვზე ან ჩანგალი არ მოეწონება და ასე შემდეგ. ამიტომ ვამბობ რა, რომ ყველა ქვეყანაში მოიძებნება რაღაცა ისეთი, რაც ჩვენთვის, თქვათ, იქნება მიუღებელი. მაგრამ და ასევე შეიძლება ჩვენივე ქვეყანაში ჩვენ ეს არ მოგწონდეს.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცა უნდა ჩამოვიდეს, ამაზე გააკეთოს კომენტარები და მთელი ეს ანალიზი და პროპაგანდის, ამ ნეგატიური პროპაგანდის გამწევი ამბასადორი გახდეს ინტერნეტში. მე მინდა რაღაც წინადადებით შემოვიდე, მაგრამ ჯერ ზარს უპასუხებ და მე გავაგრძელებთ. გისმენთ? მოგესალმებით, ბატონო გიორგი. მოგესალმებით. სრულიად გეთანხმებით. განუკითხავ მეტი არაფერი ქვეყანაში. არის ბავშვობაში არა, მაგრამ სკოლის პერიოდში, სამის პერიოდში ნახე ფილმი სიმპათიური ბატონი რე. არის ასეთი ფილმი, სადაც სამართალ დამცავლის პირველი პირი, რომელთანაც მივა თავისი მოადგილე თუ აღწნები, რაღაც მძიმე დანაშაულის შესახებ საუბარს ითხოვს რაღაც ეს თუ არ ვწდები ფრანგული ფილმია, ხო თუ არ ვწდები? მეგონი კი. ხო, იმიტომ რომ რაღაც მახსენდება. დანასილებს. არა, გააგრძელეთ მეთქი, გააგრძელეთ. უჯრიდან დანასილებს ეს პირველი პირი და სულში პირდაპირ უტყავს. ძალიან ახლო კავშირში ამ კრიმინალურ დაჯგუფებებთან ეს პირველი პირი. აი დაახლოებით ეს სიტყვა, დაახლოებით იმაზე უარესი სიტუაცია. მე ვამბობ რასაც უყურებ. მე თმაქნას ტყუილი იყოს ეს, მაგრამ ფაქტის სახეზე არანაირი ტყუილი. რაც შეეხება ადამიანთა ფსიქოლოგიურ გაჭოვას, ჩემი ძალიან ახლობელი გახდა ნარკოტიკებზე დამოკიდებული. ისე გული ფიქრა 26 წელი მუშაობ ნარკომანიასთან, მთელი კაკაფონია ფონდაფონი. შეძლებენ ნაკლავად ურთიერთობა შენ პოლიციელი ხარ და ალკავენა შეგე იმას აღმა შეგვაგონის უფლებები მე არ გამიკეთები არასოდეს მე არ გავაკეთებ იმას ის პრობლემები ვოხტები შუაროა და ბელმაროიცოდეს თვითვაგურო ყველა შეგუწევს ძველები ძახტებოდნენ როცა მე თავიდან მუშაობა დავიწყე და აქედან გამომდინარე დიდი და პატარა სულიან ნარკოტიკს კორჭილში რამდენი ხანია ახლა ყოფილი მიიტან 10 ლიტრაღვინოს 20 კაცი მოვა გაილევა 1 ლიტრაღვინო და აქედან ხდება მე ხო ვატყობ ამ შემახლობებს ვერ არის ნაცნობი კაცის მინახია ბოტიში და გალეშილიც მაგრამ ის შეიძლება უჩის სიარული უჩის ნაპრალი მაგრამ გოლება და დამშული არ არის და ღვინოს სხვა არის სასმელი მასწავლებლობაში და ეს ნარკოტიკი კიდე ფულს ხდება როგორც ამბობენ, შემოვა სპეციალურად 1000-ნაირი სიმახიჯები ამ ნარკოტიკის სახით, რომელიც ისტორიას უამრავ დრამატებას ადამიანის წლში, რომელიც არასდროს ხალხი. ქვეყანას პატრონიერებას მილიონს რაზერ ბიქვია. ხოდა წინააღმდეგ თვითო აღნიშნულ მოვიდომ ყველა ერთად მოვითხოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები რომ ეს ხალხი გავისტუმროთ, წავიდნენ, თავი დაგვანებოთურე. პარტიის მაგივრად, პარლამენტს ავიძებ თელში. არც მეტი და არც ნაკლები კაცი. მე კიდევ დღეს ვეთამაპატიო, მე მაგის არ მეშინი. მე ვის მეშინია და იმაზე წდება, გული რომ ქვეყანა იღუპება. და ვისხელი. ქართველები ორწერია და ქართველებად რომ ვაქთავები. ვაი თქვენს ქართველობას პირდაპირ გეტყვით. წესიერი კაცი დღეს დიდი თანამდებობის პიტა სამსახურში არ მივა. თუ მივა ვერ გაჩერდება. ამათ უნდა თავის დაკრძალვაზე იქნაოდა იმუშაობა ითამაშა. ამაში აუბედურება არაპროფესიონალი, იმიტომ იყოს გპ-ის რომ ვედავდით. იურის უცხოენები, იურიდიული და ფიზიკა მათემატიკური რომ იმას რომ დაამთავრებს კაცი, გპ-ის შედევრი კაცი და იმას პოლიციის უფროსად დააჯი. და პირიქით რო ხდება, ამაში აუბედურება. მიღმი დაწესავებოს თავისი თრებს თავისკენ არ აინტერესებს იმან იცის თუ არ იცის აი ეს ამან მიიყვანა ქვეყანა ამჟამად ნომერ პირველი მიზეზი ესა თორე მიზეზების მეტი რა არ შევთავაზა გამოდიან პირდაპირ და აი ეს უნდა გააკეთოს აი ეს უნდა გააკეთოს შენ როგორ უნდა გააკეთოს შენ როგორ გააკეთებს ის ასე დაიწყო მოდით ვიყოთ ობიექტურები მაქსიმალურად იმიტომ რომ თვითონ გადაცემა კრიტიკული აზრი გამოირჩევა კრიტიკით, ოღონდ სამართლიანი კრიტიკით. ჩვენ არ ვაკრიტიკებთ მხოლოდ იმის გამო, რომ უნდა გავაკრიტიკოთ, თქვენ ხომ იცით. ამიტომ მოდით ახლა გავმიჯნოთ ორი რამ.
პირველი ის რომ გუშინ ვინც ჩაიდინა დანაშაული გინდა თბილისში, გინდა აჭარაში იყო შეკრული სამართალდამცველ ორგანოებთან, ამას ნამდვილად ამას ვერც დავადასტურებ და ვერც გავიფიქრებ, იმიტომ რომ იქ არ ჩანს არანაირი კავშირი. ორივე ერთი ძებნაშია, მეორე დაკავებულია და როგორც პირველზე ვთქვი, ფსიქიკური ალბათ უფრო მეტად ფსიქიკური რაღაც დიაგნოზი დაუმტკიცდება საბოლოო ჯამში, რაღაც არეულობა. რაც შეეხება ნარკოტიკს, ამაში დაგეთანხმებით და გეტყვით მეცაც, აი ეს ბიტკოინის აპარატები რო დგას, ციფრული ვალუტის აპარატები რო დგას, ყველა ნაბიჯზე. ანუ იმდენი არ დგას საქართველოს ბანკის ჩასარიცხი აპარატი ან TBC ბანკის ჩასარიცხი აპარატი, როგორც დგას აი ამ ციფრული ვალუტის, ანუ ბიტკოინის და სხვა ციფრული ვალუტის აპარატი. ისმის კითხვა, რა თბილისში, აი კერძოდ თბილისზე მაქვს საუბარი. თბილისში ყველას გვაქვს ციფრული ფული? თქვენ გაქვთ ბიტკოინები ან რომელიმე სხვა კოინი, ან მე მაქვს? არა. მე გეტყვით რომ 98%-ს არ აქვს და ის 2% ვისაც აქვს არის 2% ძალიან ცოტა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. იმდენი აპარატი დგას, რამდენიც არ დგას საქართველოს და TBC-ის ბანკის ერთად ალბათ აღებული. რისთვის დგას? აი ზუსტად იმისთვის, რომ აი ეს ნარკოტიკი იყიდება. ნარკოტიკი იყიდება ამ აპარატების მეშვეობით. ინტერნეტში ნახულობენ საიტებს, მათ ეუბნებიან, რომ ამ ნომერზე ჩარიცხე ამდენი ფული, ოღონდ ეს ფული არის ციფრული ვალუტა, რომელსაც უბრალოდ ვერც გამოეკიდები და ვერ გაიგებ თუ ვის ანგარიშზე დაჯდა. ეს არის უპირატესობა ამ ციფრული ვალუტის. რომ ვერ მიაგნებ ვის ჯიბეში წავიდა ეს ფული. და რო ჩარიცხავენ, მე ესენი ეუბნებიან ადგილს, გეოლოკაციას ეუბნებიან და ისინი მიდიან და ნარკოტიკს ყიდულობენ. აი ახლა მივმართავ ჩვენს მთავრობას. გაარკვიეთ, რატომ დაიდგა ამდენი ეს აპარატი? გაარკვიეთ. დასვით კითხვები. პარლამენტს მივმართავ, პარლამენტში ერთმა დეპუტატმა მაინც დასვას ეს კითხვა. რომ ეს აპარატები რისთვის დგას? ხალხს ემსახურება? არა. ეს აპარატი დგას იმისთვის, რომ მოხდეს ჩარიცხვა თანხის და იმის სამაგიეროდ მიიღოს გეოლოკაცია, სადაც დევს ნარკო რაღაც წამალი. რომელსაც მოიხმარს დღეს ჩვენი ახალგაზრდობა, თქვენ ახლა ახსენეთ თქვენი მეგობარი, რომელიც ცოცხალია და იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში გონს მოეგება და დაანებებს თავს, მაგრამ მე მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ 2 კვირის წინ ჩემი პატარა მეგობარი, რომელიც ჩემზე პატარა იყო 15 წლით, მაგრამ მეგობრობდით, ძალიან კარგი ადამიანი, ერთხელ გასინჯა და გარდაიცვალა. შოკში ვიყავით სულ ყველა. იმიტომ რომ არავინ არ უხსნის თუ რა წამალია, რა ეფექტი აქვს, რა არ შეიძლება, არ უნდა დაიძინო, არ უნდა აყვე თქვათ რაღაცაში და ასე შემდეგ. ამას ხო არავინ არავის არ ასწავლის და იღუპება ჩვენი ახალგაზრდობა. აქ ის კი არ არის ვის დავაბრალოთ, რა გავაკეთოთ. აი მე გეუბნებით პირველ რიგში უნდა მოვსპოთ საშუალება ფულის გადახდის. მერე საბოლოო ჯამში იქამდეც უნდა მივიდეთ, რომ ვითანამშრომლოთ. ინტერპოლი მარტო ის კი არ არის, რომ ადამიანებს იჭერენ, რომლებიც ფიზიკურად სადღაცას რაღაცას აშავებენ და მათი გვარი იწერება. ინტერპოლს თავისი დაზვერვა ყავს, თავისი სამსახური აქვს, რომელიც ასევე IP ტექნოლოგიებს ავითარებს და ასე შემდეგ. ინტერპოლის მეშვეობით სხვა დაზვერვის სპეცსამსახურების მეშვეობით, რომლებიც IT ტექნოლოგიებით არიან დაკავებულები, მათი მეშვეობით უნდა დადგინდეს ყველა ის სერვერი, იმ სერვერების პატრონი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს ნელ-ნელა IP მისამართების მიგნებით უნდა მიაგნოთ ყველა იმ ნარკოტიკის გამავრცელებელს, რომელსაც დაიჭერთ და არა 10 და 15 წელიწადი, არამედ სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯოთ. იმიტომ რომ ახალგაზრდები, ჩვენი ახალგაზრდები იღუპებიან. ნადგურდება ჩვენი გენოფონდი. ეს არის უბედურება, რომელიც
საბოლოო ჯამში ძალიან ნეგატიურად აისახება ჩვენი ქვეყნის მომავალზე. და ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ დღეიდან კი არა, გუშინდელი დღიდან ამაზე ეზრუნა. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაინტერესდით ეს აპარატები რო დგას, ჩასარიცხი ციფრული ვალუტის აპარატები რო დგას, რატო დგას ამ რაოდენობის აპარატი. ზარი ეთერ შემოუშვით. გისმენთ ისაუბრეთ. გამარჯობა. მოგესალმებით. არ მესმის თქვენი. ტელევიზია რუსები, ნუ არის ეს პრობლემა გვაქვს ჩვენ, რომ სტერეო პლუსმა გაგვთიშა. და ეხლა როგორც ადრე, ისე ზოგიერთ არხზე არაჩვენებს, მაგრამ თბილისში აჩვენებს ჩვეულებრივი ანტენით, ანძით და რაიონებში სილკნეთის და მაგთიკომის მეშვეობით. ზარი ეთერში. დიახ, გისმენთ. გამარჯობა. მოგესალმებით. გუშეძლება თემაზე რო გამოვხატო. ვერ გავიგე. არ მესმის. ცოტა უფრო მკვეთრ. არ მესმის, აბა კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. გესმით ჩემი? მესმის, აბა ესე ისაუბრეთ. გამარჯობა. შეიძლება ჩემად გამოვხატა. ყველაფერი ამის შესახებ. კი, რა თქმა უნდა. ეს აპარატები დასაგებია, რომ თქვენ ამბობთ, რომ არა კეთილსაქმეებს ეხსახებიან. მაგრამ ხომ არ ხერხდება ყველაფერ ამას დათვალეთ. ჩემი ყვავილობა უმეტეს თუდა ოპერკულია საუბარი. ვერ გავიგე, აპარატები გესმით, მაგრამ რა? ჩემი ხმა მიბრუნდება უკან და ამიტომ უკერხულად მათ საუბარი უკერხულად. კი ბატონო, მაგრამ შეეცადეთ, რომ არ მიაქციოთ ყურადღება და გააგრძელეთ საუბარი. აი. ჩემი აზრით, მაგალითად, მე ასე შევხედავდი ყველაფერ ამას. მე სახელმწიფო ხალხმა, ყველაფერმა ადამიანთან უნდა ავიღოთ ციცებო ეს ხალხი, ის ნარკომანები, ვთქვათ, ვინც ისინი ძმები და დედი არიან, თამაშიდან. ამიტომ იმ ნარკომანებს უნდა შევხედოთ ისეთი თვალით, რომ ისინი არიან ჩვენი ოჯახის წევრები. და უნდა მოვექცეთ და უნდა მოვიცე როგორც ჩვენ და ძმას მოვექცეთ. და რაც შეეხება ახალგაზრდები, რომლებიც ახლა იწყებენ მომის გაშინებას, აქ უნდა გავამკაცოთ თვითონ კანონი იმითი არა, რომ გაშინდეს თუ არ გაშინდეს. ქვეყანას ის მომეტანოს. რატომ შემოაქვს? ვის შემოაქვს? აი ეს შეკითხვა დაუცით. ვის შემოაქვს ქვეყანაში ეს ნარკოტიკი? ეს ერთი. მეორე, რატომ შემოდის ნარკოტიკი ქვეყანაში? იმიტომ რომ ფული, ადვილი ფული კეთდება. მოდი სახელმწიფოს დაუცვათ ის შეკითხვა, როგორ გავამდიდროთ ქართველი ხალხი ადვილად სამხრივ რაღაც იდეები შეთავაზოთ, რაღაც საქმეები შეთავაზოთ კონკრეტული, რომ უბრალო ადამიანები გამგებრდნენ. აი მე ჩემ თავს გავიგებ, მაგალითად, მე ძებდი სამსახურს 2 წლის განმავლობაში. ერთმა ასმა დამირეკა, რომ იგი იმუშავებს ნარკოტიკის ინტანატა დამდელად. ეს მე არ შვენი ამის პრობლემებია, თუმცა ვინც უნდა ისმოვიდეთ, უნდა უშიშროებიდან და უნდა მილიციის, უნდა საპატრულობა. აი ამას ვერ გაუძლებს უმუშევარი ადამიანი და უმუშევარი ადამიანი იძულებული გახდება წავიდეს და დაბოჭდეს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხალხზე, თუ როგორ იმსხობს ხალხმა ფული. ქართველმა ხალხმა, იმენა ქართველმა ხალხმა, იმიტომ რომ წასულები არიან,
შენმამიშვილები, ჩვენი გები, ძმები, დეიდაშვილები, მეგობლები. აი ჩემს სამეზობლოს მაგალითად 50 ოჯახია, 50 ოჯახიდან ერთი ოჯახის არ არის, რომ წასული არ არის ფულის გამო. და ეს ყველაფერი აისახება შემდეგ იქიდან წასული ოჯახი ბანჯანის ფულს აჩქვის ჩრდის თუ ძვირშვილს თუ დეიდაშვილის ფულს ის უპატრონოდ იზრდება საკმაოდ. აი ამიტომ გასაგებია რასაც ამბობთ, მაგრამ უყურეთ რა ხდება. თქვენ ახლა ერთმანეთში ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ანუ მნიშვნელოვანი საკითხი ერთმანეთში აურიეთ. კი, ეს ერთი მეორეზე, ნუ თითქმის არის დამოკიდებული, მაგრამ მაინც თქვენს თვითონ აღნიშნეთ, რომ ყველაფრის სათავე არის ფული, ხო ასეა. თუ ყველაფრის სათავე ფულია, ესე იგი ფულის მიღების წყარო უნდა გადაიკეტოს. თუ ის ვინც ყიდის ნარკოტიკს, ნარკორეალიზატორი, ფულს ვერ იღებს, ანუ მისთვის ეს უკვე პრობლემაა. შეეზღუდა ფულის მიღების საშუალება, ანუ წყარო. უკვე ის იწყებს ფიქრს თუ როგორ გააჩინოს სხვა წყაროები. სანამ გააჩენს სხვა წყაროს და ეგ შეიძლება სხვა წყარო არ იყოს ისეთი დაცული, როგორიც მაგალითად ციფრული ვალუტა, რომელიც მართლაც თუ კი ჯდება ციფრულ საფულეში, მას უბრალოდ ვერ მიაგნებ, ანუ ვისი საფულეა ვერ გაიგებ. თვითონ იმ ადამიანმა უნდა გითხრას კოდი, საფულე, ყველაფერი რომ დაადგინო ვისია, თორე ისე ვერ დაადგენ. რაც შეეხება იმას, რომ ძალიან ბევრი გარბის უცხოეთიდან, გასაგებია მიგრაცია ძალიან უცხოეთში, მიგრაცია ძალიან დიდია, იმიტომ რომ აქ სამუშაო ადგილები არ არის. რაც შეეხება შევქმნათ ისეთი რამე, რაც ჩვენ ყოველთვის ამაზე ვსაუბრობ და ეს იმის გამო კი არ უნდა კეთდებოდეს, რომ ადამიანი წამალზე არ შეჯდეს და არ გამრავლდეს ნარკომანი საქართველოში. ეს ისედაც უნდა კეთდებოდეს, რომ ადამიანები ნორმალურად ცხოვრობდნენ. იმიტომ ვამბობ რა, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხებია, მაგრამ კონკრეტულად ნარკომანიასთან დაკავშირება ამ საკითხების არ შეიძლება. იმიტომ რომ კეთილდღეობა ადამიანების არ უნდა იყოს დაკავშირებული ნარკომანიასთან. ესე იგი, თუ კეთილდღეობა არ არსებობს, ესე იგი იზრდება ნარკომანია. თუ არსებობს ნაკლებია ნარკომანი, არა, ასე არ არის ნამდვილად. ეს პირდაპირ კავშირში არ არის. შეიძლება 1-2 ადამიანი ამის გამო გახდათ, თქვათ, ნარკომანი, მაგრამ ეს არ არის, რომ ეს არის პირდაპირი კავშირი ნარკომანიასთან. ადამიანები ისედაც კარგად უნდა ცხოვრობდნენ. კი არ უნდა არსებობდნენ, არამედ კარგად უნდა ცხოვრობდნენ. და რაც შეეხება კიდევ ერთხელ ვამბობ ნარკომანიასთან ბრძოლას, პირველ რიგში ფულის მიწოდება უნდა გადაიკეტოს, აი ეს გზა. და როცა ჩვენ ვიცით, რომ ეს აპარატები, რომელიც დგას ქუჩაში, ემსახურება ამას, როგორც მინიმუმ უნდა მოხდეს ამ აპარატების შეზღუდვა, ან რაღაც კონტროლი, სადაც შენ ფიზიკურად ხედავ, ვინ მიდის და ვინ ატარებს ამ ოპერაციას. ზარია ეთერში. გამარჯობა. მოგესალმებით. დავიწყო. დიახ, ისაუბრეთ. იცით რა მაინტერესებს? ახლა ჩვენ ვახშობთ ნარკომანიის ახლა პატარა ბავშვს ახლა 18 წლამდე. მაგრამ მაგათ ისე უწყობდნენ ხელს ავტობუსში შემოკეთილობასო არ ახდევინებენ ას, არაფერს არ ახდევინებენ, მაგათთვის გახსნეს ისინი კოოპერატივები თვითონაც სარგებლობენ და ესენი სანამ გამრავლდებიან, აბა რა იქნება. ახლა ის რაღაცა რობდა ყველა კორპუსში, ყველგან იმაში რა ქვია, მიკრორაიონში, ყველა დასახლებაში, ყველაფერი კარგად იცია. მაგათთან მიდის ეს ყველაფერი და ვისთან მიდის, რადგან მიდის, ეს კარგად იცის, ეს კარგად იცის. ამ საწყისს რა გეშველება, მე მაგალითად ნარკომანი არა ვარ. და ავტობუსში ავდივარ და შეიძლება ფული არ ამაქვს და მე რომ დამაჯარიმე და იმას არ დააჯარიმებ. ეს მაინტერესებს რა, იმას შეფაპრივილეგია. შეიძლება მე ამის მე სამბავი. აი მას რა თემ პრივილეგია. აი, სანსარო, ხოთქე. ხო საწალ პენსიონერ, საწალ ადამიანს იმას აუჩებენ, ავტო აჯარიმებენ და აღარ შეამცირებენ. მერე კიდე ჩამოკეთილობას ნარკომანი ადამიანს იარაღი რატომ უნდა გქონდეს, მანქანა რატომ უნდა ყავდეს. აი ეს სამისტენი თუ შეიძლება. კულგაცა გვისმენთ, აი მე მიმართავ იმას რა ქვია. ხო იმას
თოფლეს მიმართალებას ივანიშვილს მაგას შეუძლია ყველაფერი რომ შეამოწმოს დააკეთოს აგერ დამში ჩადი ზირის ხორციდან როხეს მაგივრად კიდია აი ნახე რა დაბერა ეს მიმართავ ხომ მაგას შეუძლია ყველაფერი არა შეაბუწმოს რა ამალები კიდე 20% კურსი 100% 20% კურსდალო შეკაი ადამიანებს სოდლორ არის პენსიონერი ხალხი ავანტყოფი ხალხი სოდლორ არის შეკაი ადამიანი აი მე რა დაუჯეთი გვერდში ადამიანს ვიტამდიდრებ ან გაფასწრებული ხალხი მაგრამ აი ეს არის თავი კარგად ძანდებოდი კეთილი მაგრამ მე გადაცემა დავიწყე იმით რომ ძალიან ბევრი ნეგატიური კომენტარი იწერება ინტერნეტში, Facebook-ი იქნება თუ სხვა სოციალური ქსელი, ბლოგერები, სხვადასხვა ბლოგერი, სხვადასხვა ქვეყნიდან. ეხლა მე ვერ დავასახელებ მარტო რომელიმე ერთ ქვეყანას, როგორც ინგლისურ ენაზე იწერება, ასევე რუსულ ენაზეც იწერება. ალბათ ჩინურზეც იწერება, არ ვიცი ეხლა ჩინურს ნამდვილად ვერ ვიგებ. მაგრამ ზოგადად რაც ინგლისურად წაკითხული გვაქვს და რაც რუსულად წაკითხული გვაქვს, ძალიან ბევრი ნეგატიური კომენტარი, ნეგატიური თვითონ ბლოგერი, რომელიც აკეთებს ნეგატიურ რეპორტაჟს საქართველოზე და ქართველ ხალხზე. ახალგაზრდობაზე, ხანში შესულზე არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ აკეთებს ცუდ კომენტარებს. ზარია ეთერში შემოუშვით და მე გავაგზავნებ. გისმენთ, ისაუბრეთ. მოგესალმებით. მე კარგი ესეთი დროი კაცი გიეკავს. დიახ. გამოფენაზე იმუშავა სამტრედიის თვითონზე. და უყურე ახლა რა პრობლემები შექმნეს. წამლი ამხელა ბაზრობა ნახევარზე ციტადელმა იყიდა. დააყენეს სიტი პარკის მანქანა გააჩერეს. 50 ლარიანებს გიწერავენ. ხან მანქანას დავყოფავ დავიქცევით. მე ისე წავა ის ხალი გაიგის მოვალ. აი ეს რამე შეიძლება ბაზრობას საჭირო სავაჭრო ცენტრი იყოს და მანქანა საფრთხე მანქანა არ გააჩეროს. აი რაღაცაზე ხოლმე წამოვიდნენ ხელისუფლება რომ თვით დასაქმებული ხალხი ჩვენ თუ არ მივიდივართ პარლამენტსა და დამაცახმე. ხო? თვით დასაქმებულა ეს გაძვირებული საწვავი, გაძვირებული ცხოვრება, უმათავად. ეროვნული ის არის მეც მაგას უყურებ. კი, ეროვნული თავრობა ვენაც არ ეს მე უნდა მაგრამ ბევრ რაღაცებში ჩაიჭრნენ. თავის მოსახლეობა ჩაგერავენ უკვე. აი მაგალითად ავიღოთ სამშენებლო ნაწილს ვერ გადავყრით. ციხეებთან გდანში გარემოძაცა დგა, რომ იმaks გადავსაყრელზე იქ 15 ლარია, 20 ლარია გააჩნია რა მაგაიძია გადავყარო, 1000 ლარიან ჯარიმას გიწერებს. რატო ინჟინერი არ ახარ? რატო ინჟინერს შეეცემიტო თვითნაგავი იზრდება? რატო უნდა გავხდე ყოველდღე რომ მუშაობდე და მქონდეს დასაქმებული იყო ყოველდღე? გავხდები ინჟინერი. მაგრამ რატომ აიძულებ შენ რა ის 1000 რაც ის ან მე საფრი გავარემონტე და ორი მანქანა მყო რატომ უნდა დავიქირო კომპანიის მანქანა თუმცა მე მყავ მანქანა ვერ გადაყრი გარემო დაგვიწევს რომ ცეთაში უნდა პეცილინება 20 წლისა 1000 ლარიან ჯარიმას დაგაკისრებს თუ არა მეორეზე კიდე ორმაგია აი რამხელეთი აი არ ვიცი რა გავაკეთე წავიდე მე ფაზვარგა ეს და კიდე უცხოელები შემოვიდნენ ეს ის რამხელა პრობლემა შემოძიგა აი გამოვიარე სამტრედიის ქუჩაზე ძერე 6 მეტრიანი ჩონებულმა 15 ტონა ალმატურა დაეცა თუ იმან არასწორად არ დააბა არ ხონა გამბული და კი არ დავეთანხმო ჩონებულსა რომ რაღაცა უნდა ზომები მიიღო მაგრამ 500 კილო 6 მეტრიანი ისა ისეთი მანქანა მყოლო და გამოდის პატრული გვაჯანი ორი ღერსუდე სამ ღერსუდე თუ სამი ღერი კოვის ფიჩას ვერ წაიღეთ 6 მეტრიანი დაგეცემო იყუებიან რაღაცა ჯანიმას ვიწერამენ 100 ლარიანს მეორეზე 300 ლარია. აი, მიფარი რა გავაკეთე? ფიშაქსემები აკძალეს. თბილისში არ შეიძლება მკერიაო, ნახტაში და სადღაცაც გადაიტანეს. ერთი კუბი ფიშაკი ნამისე 50 ლარი. და თქვა საბუთალო პროტაგონო, ნახტაში და რა უნდა გადაგიხადო 4 ლარების გიზელი. არაფერზე იფიქრეს ჩვენზე, ჩემოყარი. და ეხლა თქვენი ეთერით მე რა მადლობელი ვარ, რომ აი შეიძლება ხელისუფლებამ და მრავალი ძღოლი გულში ვზივარ ეხლა მე და უხარიათ, რომ შეიძლება სახელმწიფო მიიღოს ყურადღება და თქვენ დაგვიდგეთ ეს ჩამოიერეთ ყველგან წელი ძღოლები წამოვლენ 1000 ხალხი ვის აი ვერ მიდია რეიში ვერ ნაგავსაყრელზე მოხდა ეს სამშენებლობის ნარჩენი მაგრამ გადასაყრელი ვერ გადავყვი 1000 ლარი თუ დამაჯარიმეს რა უნდა მომცემე იმის აი ეს აქ შემოყარგო რატომ აიძილებენ
რომ ინვესტორმა გავხდე. მე ხო ფიქრ დასახელებული ვარ და სამსახური პარტანიანა თავად აქვს. დიდი მადლობა ამისათვის. გაიქნება იმასი მოგეხმაროთ. მადლობა ზარისთვის და ხელისუფლების ის სპეცორგანოები გვისმენენ, ვისაც ეკუთვნით და იქნება გადასცეთ ზედამხედველობის სამსახურს, რომ მიაქციონ ხალხს ყურადღება, კი არ დააჯარიმონ, არამედ გაერკვიონ სიტუაციაში და დაეხმარონ ხალხს. ეს პირველ რიგში თქვენ წაგადგებათ, მაგრამ ზოგადად ხალხზე ხო უნდა ზრუნავდეთ. კარგით, იმედი მაქვს, რომ რაღაც შედეგს გამოიღებს თქვენი ეთერში დარეკვა. გავაგრძელებ იმ აზრს, რომელიც მე მინდოდა ჩამოვყალიბებინა, ეს არის აზრი სანქციის შემოღების შესახებ. ეხლა უკვე ვამბობ და მივმართავ პარლამენტს, რომ იფიქრონ იმაზე, რომ შემოვიღოთ სანქციები ისეთი არაკეთილსინდისიერი ბლოგერების წინააღმდეგ, რომლებიც სახელს უტეხავენ ჩვენს ქვეყანას. სახელის გატეხვა არ არის მხოლოდ სიცრუის ტირაჟირება ან რაღაც ტყუილის თქმა. სახელის გატეხვა თუნდაც ამბის გატანა ქვეყნის გარეთ, ოღონდ ისეთი ამბის, რაზედაც შენ აქცენტირებ და ეს ხდება ყველა ქვეყანაში, მაგრამ შენ აქცენტს აკეთებ მარტო საქართველოზე. და თანაც ისეთი ბლოგერები, ისეთი ქვეყნებიდან აკეთებენ რაღაც რეპორტაჟებს, ამ ნეგატიურ რეპორტაჟებს, თავიანთ ქვეყნებში რო შევიდეთ ინტერნეტში და ამოვაგდოთ ინფორმაცია, ბევრი რამ გაცილებით უარესი ხდება, გაცილებით უარესი. მაგრამ ესენი მაინც და მაინც ამახვილებენ ყურადღებას საქართველოზე. როცა საქართველოზე ის რაც ხდება, არის იშვიათობა. არც მე არ მომწონს, თქვათ რაც ხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს არის რაღაც განსაკუთრებული და მარტო ხდება ჩვენს ქვეყანაში. და ყველა ის ადამიანი, ის ტურისტი, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანაზე ცუდ რაღაცეებს წერს, სულ უკმაყოფილოა, ყველაფრით უკმაყოფილოა, არ მოსწონს არც ხალხი, არც ტრადიციები და ასე შემდეგ, მე რომ მკითხოთ, პირდაპირ დეპორტი და ერთი როგორც მინიმუმ 10 წლიანი აკრძალვა ქვეყანაში შემოსვლისა. როგორც მინიმუმ. თუ ჩვენ რაღაც სანქციები არ შემოვიღეთ, ასეთი ბლოგერები უფრო და უფრო გამრავლდებიან და რატომ? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ კი არა რომ მართლა ასეთი ცუდი რამ ხდება ქვეყანაში, არა. იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული ხაიპი. ანუ ამით ისინი იზიდავენ მაყურებელს, იმ რომ მაყურებელს აინტერესებს, როცა წერენ სასწაული რამე მოხდა საქართველოში და ნუ ყველას აინტერესებს რა მოხდა, ხო და ამ ინტრიგნული სახელწოდებით რეპორტაჟს რო აკეთებენ და ხალხი რო შეძდით საიტზე, მათ ერიცხება მერე უკვე თანხა, იმიტომ რომ იქ რეკლამა თავს ხდება და ასე შემდეგ და ამით ფულს შოულობენ. და მე ნამდვილად არ მინდა ხელი შეუწყო მის ხელფას თუ ფულის შოვნას იმით რომ რაღაცნაირად ილახება ჩემი ქვეყნის სახელი და არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ ერის სახელი და ვიღაცა სადღაც, რომელიც არ ყოფილა საქართველოში არასდროს, ფიქრობს იმაზე, რომ ქართველები უციგნური ხალხი, ბნელი ხალხი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნამდვილად არ მინდა მე იმის გამო რომ ბლოგერმა ფული იშოვოს და ჩვენ წყნარად ვიждეთ, ხმა არ ამოვიღოთ და ვაძლევთ საშუალება ყველას, ვისაც არ ეზარება, გულამძღოს, წეროს ჩვენზე რაღაც სისულელეები, გავმეორდები, რომ სიმართლე იყოს კონკრეტული ფაქტი, ისეთი ფაქტი ვერ იქნება, რომელიც არ ხდება გაცილებით უფრო რთულ ფორმაში მათივე ქვეყანაში. ოღონდ თავიანთ ქვეყანაზე ვერ დაწერენ, ვინაიდან იქ ჩასვლა და შეიძლება პასუხისგებაში იყოს მიცემული ის ბლოგერი,
მაგრამ ჩვენს ქვეყანაზე კიდე ჩადის სხვა ქვეყნებში, იქაც წერს ალბათ, მაგრამ იმ ქვეყნებმა თვითონ მიხედონ თავიანთ თავს. აი აქ მე ვეუბნები ჩვენს ხელისუფლებას მივმართავ და პარლამენტს. იფიქრეთ, განიხილეთ ეს საკითხი და მოხდეს რაღაც სანქციების შემოღება იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც შემოდის საქართველოში ტურისტის სახით, ბლოგერობს, მაგრამ ყველაფრით უკმაყოფილოა, ყველაფრით, ანუ ადამიანებზე ცუდ რაღაცას წერს, ქვეყანაზე ცუდ რაღაცას წერს, ეს არ არის კრიტიკა. ეს არის შეურაცხყოფა. კრიტიკა შეიძლება იყოს შედარებითი რამ, რომ მაგალითად ჩვენთან ესე კეთდება, აქ კეთდება ესე. ჩემთვის მიუღებელია, მე ეს უფრო მომწონს. მაგრამ ხალხს მოსწონს ეს ამ ქვეყანაში, ამიტომ ვერაფერს ვერ ვიტყვი და, მაგრამ როცა შენ ბოდიში ამ სიტყვაზე და აბანძებ, უკანასკნელი სიტყვებით მოიხსენიებ, თანაც ისეთ რამეს, რაც ტრადიციებთან არის დაკავშირებული, უბრალოდ იმიტომ, რომ შენ ზგონებაში არ ჯდება, ამის უფლება არ უნდა გქონდეს. და როგორც შეიქმნა ჩვენთან დეპარტამენტი, რომელიც აკვირდება ინტერნეტში, ვინ ვის აგინებს და ბატონი მამუკა მდინარაძე არის ხო ხელმძღვანელი, ბატონ მამუკას ვიცნობ პირადად და მინდა უთხრა, რომ იქნება გააფართოვოთ ცოტა დეპარტამენტი და ეს ეგრეთ წოდებული ბლოგერები, ტურისტები, რომლებიც შემოდიან და ძალიან ცუდად მოიხსენებიან და რაღაც სისულელებს წერენ ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხალხზე, იქნება ისინიც გამოავლინოთ და გაადეპორტოთ როგორც მინიმუმ, როგორც მაქსიმუმ 10 წლიანი აკრძალვა ქვეყანაში შემოსვლაზე. ან შეიძლება სამუდამო აკრძალვა. ეგ არ არის ანტიდემოკრატიული, არა, აქ დემოკრატიასთან საერთოდ კავშირი არ არის, არც სიტყვის თავისუფლებასთან არ არის კავშირი. ჩვენ მე მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ ასეთი მაგალითი, იყო ისეთი კომიკოსი, როგორც მიხაილ ზადორნოვი, იცნობთ ალბათ, ძველი თაობა, ყველა იცნობს მიხაილ ზადორნოვს, ეხლა გარდაცვლილია. ის სულ არაგინებდა, მაგრამ შეურაცხყოფილად მოიხსენებდა შეერთებულ შტატებს. და მას არ აძლევდნენ ვიზას. ყველას აძლევდნენ, მას არ აძლევდნენ ვიზას. უკვე მე მგონი რაღაც 20 წლის შემდეგ როგორღაც მან თავის რიტორიკა შეცვალა და ეთყობა იმათმაც ცოტა ეს დათბობაზე რო წავიდნენ, უკვე ბოლოს მისცეს ვიზა, თორემ მანამდე აკრძალული ქონდა პირდაპირ. და ჩვენც შეგვიძლია ამის გაკეთება. ზარია ეთერ შემოუშვით. გამარჯობა, მოგესალმებით. იგი პატივისცემით მოგესალმებით. ბატონო გიორგი, მე რეპლიკა მინდა გავაკეთო, ეს პიროვნებამ დარეკა და რატომ ნარკომანებსო არ აჯარიმებენოთ. მე მაგას კი არ ვიცი, ხომ დამიფაროს. მე პედაგოგი ხალი ვარ და მაგათთან საერთოდ ძალიან შორს არ, მაგრამ ყავს მეზობლები და მე ვხედავ ქალაქის ცენტრში ცხოვრობ და არიან რომლებიც კურნალობას გადიან. და იცით რა არის, მაგათ, იმიტომ არ აჯარიმებენ, რომ მაგათ მუშაობის უფლება არ აქვს. არავინ არ მუშაობს. მე კიდევაც მიყვეს როგორ არსებობენ. ზოგ ოჯახი, ზოგ ნაფსად, ზოგ მეგობარი არჩენს. არც მანქანის წარების უფლებას არ აძლევენ, იმიტომ რომ რამოდენიმე სყავდა და უფლება არ აქვს, რომ მანქანა ატაროს, რამე თუ ამ მანქანით ზოგჯერ პურისფულს შოულებდნენ და ეს აკრძალული აქვს მათ და რატომ საინტენსიონერმა ჩვენ მიჩაგრებითო და რასი ჩაგრებიან გაუბედურებული ადამიანები არიან და ეხლა თუ არ მოხდა მათი სოციალიზაცია და თუ ასე ხელი ვკარი და გავრიყეთ და სულ ესე ვეჭხობენ და ვლანდღეთ, კურნალობენ ისინი და მეორე კიდე იცით რა მინდა ვთქვა, ეს ნარკოტიკებს ვინც იღებს, მე რაც ვიცი, ძალიან შეძლებული ოჯახის შვილები არიან. ძალიან ცნობილი ადამიანის შვილები არიან. კომუნისტების დროიდანაც კი, ვინც კომუნისტების დროს ძალიან ბევრი ნარკომანები იყვნენ, ეხლა მე პატარა ქალბატონი არა ვარ, სამწუხაროდ საკმაოდ დასაკვანი ვარ და უამრავი ნარკომანი იყო ჩვენ სივრცე და ყველა იყო შეძლებული ოჯახის შვილი. ცნობილი ოჯახის შვილები, ცნობილი ექიმები, მსახიობები, მინისტრები და ნუ რა ვიცი. ასე რომ ეს ნარკომანია ისეთი საშინელი პრობლემაა, რომ ფაქტი ჯიუტია ისიც ხდება, რომ აი საზღვარგარეთ მაგალითად აი აქ ბიჭებს რო საუბრობენ, ხანდახან მესმის ხოლმე, რომ
აი გერმანიაში ძალიან იაფია ნარკოტიკი და რამდენიმე წავიდა და აღარ დაბრუნო. თვითონ ამბობდნენ, აპიკებში იშოვი კარგ ნარკოტიკებს ზანგებისგან, პოლონეთში და ევროპაში ძალიან იაფად იშოვი კარგ ნარკოტიკებს და რამოდენიმე წავიდა ძალიან კარგი სტუდენტები იყვნენ გარდასავლო და აღარ ჩამოვიდნენ დარჩენილ გერმანიაში და ალბათ საიჭმოა იმის გამო რომ იქ ნარკოტიკებს დაეწაფენ და ამის გამო აღარ ჩამოდიან. ეს ფაქტიც არის, ესეც უნდა ვაღიაროთ. უნდა თქვა ყველაფერი სიმართლე. აი ეს მინდოდა მეთქვა უკაცრავად ბოდიში. მადლობა ზარისთვის ხალბატონო. სიმართლე რომ გითხრათ, ცუდად ისმოდა იმ ბატონის საუბარი, ამიტომ ყველაფერი ვერ გავიგე, მაგრამ რა თქმა უნდა, რაც შეეხება თვითონ ნარკომომხმარებლებს ჩვენ მათ კი არ უნდა ვებრძოლოთ და არც სისტემა არ უნდა ებრძოდეს მათ. იმიტომ რომ ადამიანი რომელიც უკვე გახდა, მას კი არ უნდა ებრძოლო, მას უნდა დაეხმარო. უნდა ებრძოლო თვითონ შემომტანს, უნდა ებრძოლო გამავრცელებელს, უნდა ებრძოლო აი იმას თუ როგორ მიდის მომხმარებლიდან ნარკო რეალიზატორთან ფული, ამ გზას უნდა კეტავდე, აი ამ ყველა გზას უნდა ებრძოდე, მაგრამ არა კონკრეტულად ადამიანს, რომელიც უკვე ნარკო მომხმარებელია. როგორ გახდა, რატო გახდა, ბუნებრივია, ამას უკვე აღარა აქვს მნიშვნელობა და გვიანი ამაზე საუბარი. ნარკო დამოკიდებულება, ეს ისეთი დაავადებაა, მე მაგალითად შემიძლია ვთქვა, რომ არანაკლები დაავადება არის მოთამაში. ანუ თამაშზე დამოკიდებული ადამიანი, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება თამაშზე არანაკლებია ნარკო დამოკიდებულებაზე. შეიძლება ვიღაცას არ ეჯეროს, რომ ნარკო ეს არის ფიზიკური დამოკიდებულება, სადაც ორგანიზმი ფიზიკურად თხოვს და იქ ფსიქოლოგიური, მაგრამ ეს ფსიქოლოგიური რაღაც მომენტში უფრო ძლიერია. და ადამიანი ასევე როგორც ნარკომანი, უკვე ასე ვთქვათ, სტაჟიანი ნარკომანი, მზად არის ყველაფერი გაყიდოს, ნოლზე დარჩეს თვითონ დატოვოს ოჯახი ნოლზე, ვალები აიღოს, რა ვიცი, ისეთ უაზრობა რაღაცას აკეთებენ. ორივე დაავადებული, ერთი თამაშით, მეორე ნარკოტიკით, რომ ინგრევა ოჯახები, არა მხოლოდ ინგრევა, ადამიანი თვითონ გარბის ოჯახიდან, იღუპება, თვითონაც იღუპება ოჯახსაც ღუპავს და ამას არ აქვს სოციალური ასე ვთქვათ, განსხვავება. ანუ სოციუმის რა დონეზეა, რას წარმოადგენს იმ სოციუმში, მდიდარია, პროფესორის შვილია, აკადემიკოსის შვილია, მინისტრის შვილია და ასე შემდეგ, თუ ვიღაცა ღარიბი, ამას არ აქვს მნიშვნელობა არც იმისთვის, ვინც მოთამაშე გახდა და არც იმისთვის, ვინც ნარკომანი გახდა. ფულს როგორ შოულობენ და სად შოულობენ ის ღარიბიც და ის მდიდარიც, საბოლოო ჯამში ყველა ერთ დონეზე რჩება. თუ აგრძელებენ ამას, ერთ დონემდე მიდიან. ყველა ღარიბდება, ყველა იღუპება. და ეს არის ძალიან ძნელი და ძალიან რთული სამკურნალო სცენია. ძალიან რთული. და ამ ადამიანებს შველა ჭირდება. უნდა არსებობდეს გარკვეული რაღაც წრეები, კლუბები, არ ვიცი, დეპარტამენტი უნდა შეიქმნას, რომელიც კონკრეტულად იმუშავებს ამ მიმართულებით და მოიფიქრებს თუ როგორში რა გზები უნდა მოიძებნოს, რომ ჩვენ უშველოდ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს უკვე არიან ნარკოტიკზე დამოკიდებულები, მათ როგორ უშველოდ იმ ახალგაზრდებს, ვინც დღეს თამაშზე არის დამოკიდებული, მათ როგორ უშველოდ, აი ამაზე უნდა ვიფიქროთ. იმაზე კი არა მარტო ფული როგორ ვიშოვოთ და ასე არა, იმაზე ვიფიქროთ ხალხი როგორ გადავარჩინოთ. იმაზე უნდა ვიფიქროთ როგორ გავაკეთოთ და რა გავაკეთოთ ქვეყანაში, საიმისოთ რომ ახალგაზრდობა არ გარბოდეს ქვეყნიდან. რა გავაკეთოთ იმისათვის რომ ადამიანი დილით არ დგებოდეს და არ ფიქრობდეს იმაზე, ხვალ დღეს რა ვაჭამოთ დილით ბავშვებს და ხვალ საერთოდ მექნება თუ არა რა იმის საშუალება, ამაზე რო არ იფიქროს. ბევრ ამაზე უნდა ვიფიქროთ, ზოგადად ყველამ, მაგრამ ძირითადად ეს არის ხელისუფლების პრეროგატივა. და ხელისუფლებას ჩვენ რო ვირჩევთ იმისათვის, რომ ზუსტად აი ესეთი პრობლემები მოაგვაროს. ის საგარეო თემატიკა ამ ეტაპზე
ყოველთვის ნაკლებად საინტერესოა. ჩვენ ყველანი ვართ გადართულები საგარეო თემებზე. ჩვენ ევროპა რაღაცას მოგვიწონის თუ პირიქით სანქციებს შემოიღებს საქართველოს. აი ამაზე ვფიქრობთ 24 საათი. იმაზე ვფიქრობთ ამერიკამ მოიწონა თქვა პრემიერის მილოცვა 4 ივლისისა თუ არ მოიწონა არ ვიცი აი ამაზე ვფიქრობთ თუ მოიწონა რატომ მოიწონა იმას ხო არ მოსწონს ხელის და თუ აი ამაზე ფიქრით ჩვენ ძირითად პრობლემებს ვწყდებით და ეს ძირითადი პრობლემები ჩვენთან სახლშია. ჩვენ იმ პრობლემებზე ფაქტიურად უარს ვამბობთ, რომელიც პირველ რიგში გადასაჭრელია. ერი რომ გადარჩეს, აქაა პრობლემა საქართველოში. ამ პრობლემებზე უნდა ვიფიქროთ პირველ რიგში და მე იმაზე მოვწონვართ ჩვენ ვინმეს თუ არ მოვწონვართ. იმაზე უნდა კონდეს თუ არა ურთიერთობა საქართველოს ევროპასთან, ან ამერიკასთან, ან რუსეთთან, ან კიდე რომელიმე ქვეყანასთან, თუ შეიძლება ვიღაცასთან კონდეს, ვიღაცასთან არ კონდეს, თქვათ. რამდენად კარგი, ამაზე უნდა ვისაუბროთ. არავინ არ ამბობს, რომ საერთოდ ეს თემები არ უნდა წამოიწიოს. არა. ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ. მაგრამ ის პრობლემა, რომელიც ჩვენს ოჯახებს ეხება, ჩვენი მეგობრის ოჯახებს ეხება, მეზობლის არა აქვს მნიშვნელობა. ეს პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სანამ ჩვენ აქ შიგნით ვერ მოვაგვარებთ ამ პრობლემებს, ის საგარეო თემები საერთოდ, აი, როგორ გითხრათ, არარეალური თემა, იმიტომ რომ ხვალ შეიცვალა ეს საგარეო თემატიკა, თქვენთვის არაფერი არ შეიცვლება. და რატო? იმიტომ რომ თქვენ აქ შიგნით, თქვენთან სახლში არაფერს არ ცვლით. მე სახლს არ გულისხმობ მარტო საქართველოში შიდა პოლიტიკურ მდგომარეობას, არა. შიდა პოლიტიკური მდგომარეობა ეს ბუნებრივია, ვიღაც არის ოპოზიციაში ხელისუფლებასთან და ვიღაცას ხელისუფლება მოსწონს. აქ გასაგებია მიდგომები, მაგრამ ის პრობლემა, რომელსაც ნარკომანია ქვია, რომელსაც თამაშები ქვია და ეს არის საერთო პრობლემა. აქ პოზიცია, ოპოზიცია არ არსებობს. იქ თამაშობს როგორც პოზიციის, ასევე ოპოზიციის შვილები თამაშობენ. ნარკომანი ხდება როგორც პოზიციის ხელისუფლებაში მყოფ ადამიანების შვილები, ისევე ოპოზიციაში მყოფ ადამიანების შვილები ხდებიან ნარკომანები. ანუ ეს ყველას პრობლემაა. ამიტომ დაყოფა იმისი, რომ ჩვენ ამას მერე მოვაგვარებთ და ჯერ რაღაცაზე ვიფიქროთ, ეს არის აბსურდი. პირველ რიგში ჩვენ სახლს უნდა მოუვაროთ და მერე უკვე ვიფიქროთ საგარეო და სხვა პოლიტიკურ საკითხებზე. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ის რომ ჩვენ დროდადრო ვსაუბრობთ, არ ნიშნავს რომ პრიორიტეტი უნდა იყოს. პრიორიტეტი არის სახლი. ჩვენი ის ძირითადი პრობლემები, რომლებსაც უნდა მივხედოთ ჩვენ. კეთილი. ჩვენი დრო სამწუხაროდ ამოიწურა, კიდე მქონდა რაღაც სალაპარაკო, მაგრამ არა უშავს. მე დაგემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, შეგხვდებით ორშაბათს, ვიქნებით თქვენთან ერთად 8:30-დან 10:30-მდე. ახლა კი დროებით, კარგად ბრძანდებოდით.